თაღლითობა, რომელიც თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უკავშირდება სქემას, რომელიც წლებია აპრობირებულია რიგითი მოქალაქეების ინტერესები ეწირება. დღეს მოგითხრობთ ახალგაზრდა ოჯახზე, რომელთაც სააგენტოსგან სახლის ასაშენებელი მიწა შეიძინეს, თუმცა ის მშენებლობისთვის უვარგისი აღმოჩნდა. პასუხისმგებელი კი არავინაა. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, როგორ ყიდდა უვარგის მიწებს წლების განმავლობაში თბილისის მერია. აუქციონზე აღმოვაჩინა მიწის საკუთი, რომელიც იყო გამოტანილი, ამით საკუთია საუბარი. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსგან შეძენილი 470 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მშენებლობისთვის უვარგისია. ახლად დაქორწინებულმა წყვილმა ჩარგლის ქუჩაზე მდებარე ეს ტერიტორია აუქციონის წესით $23,000 შეიძინა. მიწის ნაკვეთის ქვეშ ჯორჯი არმოთერენდ პაუერის 900 მმ-იანი მილი რომ გადის, მხოლოდ ქონების შეძენის შემდეგ შეიტყვეს. ღია ცის ქვეშ დარჩენილი ახალგაზრდა წყვილი ამ ტერიტორიაზე საკუთარი სახლის აშენებას გეგმავდა. მივმართე მე ქონების მართვას, ასეთ რაღაცა გამომიცხადა, რომ ანუ ვერც ახალს აგიბრუნებთ და ვერც მოგინაცვლოთ მიწის ნაკვეთს. ქონების შეძენაში ფალელაშვილებს მიწის ამზომელი კომპანიის წარმომადგენელი დაეხმარა. მიხეილ ხაჩიძე ამბობს, რომ ასეთ პრობლემას პირველად გადააწყდა. გამოტანილი ქონდა თვითონ ქონების მართვას, ვადა გაგრძელებული აუქციონზე იდო, რომან ფალელაშვილმა მოითხოვა მისი აუქციონის გამოტანა, ხელახლა გამოვიდა აუქციონს და შევიძინეთ ისე რომ იქ მითითებული არ იყო ეს პრობლემა. ცხადია, გამსხვისებელი ვალდებულია შემძენს მიაწოდოს ინფორმაცია, სრული ინფორმაცია ამა თუ იმ გასასხვისებელი ობიექტის უფლებრივი და ნივთობრივი ნაკლის შესახებ. არც იყო ეგეთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ მოგმართა კონკრეტულმა პირმა, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ჰქონდა აუქციონზე შეძენილი, თუმცა შემდგომ აღმოჩნდა, რომ იქ გადიოდა ისეთი კომუნიკაციები, რომელიც დანიშნულების ამ გამოყენება ეკრძალებოდა და ცხადია მას ეს რო სცოდნოდა ამ ქონებას არ შეიძენდა. თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის და სარგებლობის უფლების გადაცემის წესს საკრებულოს 2011 წლის გადაწყვეტილება არეგულირებს. იურისტების შეფასებით ზალ სამადაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი თბილისის მერიას საშუალებას აძლევს ქონება ისე გაასხვისოს, მისი ნაკლის შესახებ ინფორმაცია დამალოს. თუმცა საკრებულოს მიერ მიღებული ეს დოკუმენტი სამოქალაქო კოდექსთან წინააღმდეგობაშია. არ არის გამორიცხული ცხადია იგივე პრობლემის წინაშე სხვა ადამიანის დადგეს და მერე უფლების დაცვის ერთადერთი გზა რჩება უნდა სასამართლოში იდავს. რამდენად კეთილსინდისიერად იქცევა მერია დააწვდეს თუ არა ის მოქალაქეებს მიწის მდგომარეობის შესახებ სრულ ინფორმაციას. როგორც ირკვევა, მერია ქონების მდგომარეობის შესახებ პასუხისმგებლობას იხსნის. არ გაქვთ ვალდებულება რომ უთხრათ რომ არა გაქვს ვალდებულება, არა გაქვს ვალდებულება. გამყიდველი ყოველთვის ვალდებული არის ნივთის ვარგისიანობაზე. საკრებულოს წევრი კახაკუკავა ქონების მართვის სააგენტოს კორუფციაში ადანაშაულებს. ეს ეგრეთ წოდებული ელექტრონული აუქციონები და ელექტრონული სისტემა არის ძალიან დიდი ბლეფი. იმიტომ რომ იმართება ელექტრონული აუქციონები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის უკვე რეალური გამარჯვებული წინასწარ ცნობილი, რომელიც შეთანხმებული არის კორუფციულ გარიგებაში, არის მერიასთან. რაბედიელის ფალელაშვილების მიერ $23,000 ნაყიდ მიწის ნაკვეთს ჯერჯერობით უცნობია. ახალგაზრდებს აღარ აქვთ იმედი, რომ მერია მათ უვარგისი ნაკვეთის სანაცვლო ქონებას გადასცემს. ისინი სასამართლოში ჩივილს გეგმავენ. ღია ცის ქვეშ დარჩენილი წყვილის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.